მოგესალმებით ჩემო ლამაზებო, დღეს მოვამზადოთ ეს გემრიელი ვაშლის პიროგი, ანუ შარლოტკა. ამისთვის დაგჭირდება 4 ცალი კვერცხი, ძალიან გულიანად, ავთქვიფოთ კარგად და დავუმატოთ 240 გრამი შაქარი. აგრეთვე დავუმატოთ გამდნარი 100 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, რომელიც აძლევს უგემრიელეს გემოს და 250 გრამი სმეტანა ან მაწონი. მე ვქენი მაწონი, სმეტანა არ მქონდა, შეგიძლიათ ორივე აურიოთ ერთმანეთში და ნაზავი უქნათ. დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი კარიცა, ძალიან უხდება ვაშლის პიროგს, 1 სადილის კოვზი, ანუ მთლიანი პაჭკა გამაფხვიერებელი და აგრეთვე დაგჭირდება 160 გრამი ფქვილი. სულ ეს იყო ჩვენი ინგრედიენტები. ჩემო ძვირფასებო, ნამდვილად რომ ყველას მოგეპოვებათ სახში, გააკეთეთ და ნახავთ როგორი გემრიელი გამოდის ჩვენი ვაშლის ღვეზელი. ეხლა აი ამ დროს დავუმატებ მე 1 ცალ ვანილს და ისევ გადაურევ. ეხლა დაგჭირდება მე გამოვიყენე 3 ცალი ვაშლი, დავჭერი პატარ-პატარა კუბიკებად და აურევთ ცომში ამ ვაშლის კუბიკებს. და ნახავთ რომ ღუმელში ცხობის დროს ძალიან დარბილდება და თვითონ შარლოტკა, ანუ ვაშლის ღვეზელი გამოდის ძალიან წვნიანი და არ არის გამომშრალი. გამოსაცხობ ჭურჭელს წაუსვათ ზეთი, მე მოვუსვი ზეთი, თქვენ შეგიძლიათ გაუკეთოთ კარაქი და დავასხათ ჩვენი ღვეზელის მასა. ეხლა გამოვაცხოთ ჩემო ძვირფასებო 180 გრადუსზე, მე დამჭირდა ზუსტად სადღაც 45-40 წუთი. აი ნახეთ როგორი კარგი გამოდის. აი აქ ეხა ძალიან ცხელია, მე რო ვჭრი, თქვენ კარგი იქნება თუ გააციებთ. აგრეთვე შეგიძლიათ შეურიოთ ჩემო ძვირფასებო ქიშმიში თუ გაქვთ, მართლა ძალიან უხდება. იმედია მოგეწონათ ვიდეო, გააკეთებთ, გემრიელად მიირთვით და მე კიდევ შემდეგ მომავალ გემრიელ ვიდეომდე გემშვიდობებით. აგრეთვე გამიხარდება თუ დაალაიქებთ ვიდეოს, გამოიწერთ არხს, რადგან თქვენი გვერდში დგომა მე ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ნახვამდის მომავალ გემრიელობამდე გემშვიდობებით.